ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1993 წელს დაბადებული ბადრი ქ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა ბადრი ქ მემედ აბაშიძის და ზვიად გამსახურდიათ ქუჩების კვეთაში აიყვანეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას რევოლვერის ტიპის ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსის განცხადებით, რეიდებისა და სპეცოპერაციების შედეგად დღეისათვის ამოღებულია 20-ზე მეტი ცეცხლსასროლი, 10-ზე მეტი ცივი იარაღი და დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. სამინისტროს განცხადებით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან მსგავსი პრევენციული ღონისძიებები დიდი ხანია აღარ გატარებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას რევოლვერის ტიპის ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და 3 ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მეორე ნაწილით.